მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ ჩემი ტოლი და ვინც ამ პოდკასტში მოდის ხდება ჩემი თანატოლი. მე ვარ ანა მარია სვანიძე, 15 წლის. დღეს ჩემი პირველი გადაცემაა და სანამ გადაცემაზე გადავალ ჩემს ყველაზე სამაყო სტუმარზე, მინდა გთხოვოთ ერთი რამ. ჩემს მეგობარს 17 წლის თათა სამხარაძეს სჭირდება დახმარება. მას აქვს სიმსივნური წამონაზარდი გულის არეში, იგი არის თურქეთში და ჭირდება ოპერაცია, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მე ვიცი, რომ ერთიანი ძალებით მოახერხებთ მის გამოჯანმრთელებას. ანგარიშის ნომრები და მიმღები იქნება აღწერაში და მადლობა წინასწარ. და გადავიდეთ ჩემს სტუმართან, ადამიანი, რომელიც არ მარტო ჩემთვის, არამედ უამრავისთვის არის უდიდესი ნუგეში, ჩემი ყველაზე ახლო და საუკეთესო მეგობარი, მამაშალა კეკილია, მამა დაგლოცეთ და უღრმესი მადლობა, რომ გახსენით სივრცე ჩემთან ერთად. როგორ ბრძანდებით? კარგად, ანა მარი გილოცავ პირველ რიგში და ღმერთმა დაგლოცოს და შენი წამოწყება ღმერთმა სიკეთე დააგვირგვინოს, რომ ძალიან ბევრი სიკეთე მიგეტევს ადამიანთა შენი გადაცემებით. უღრმესი მადლობა. მამა, ჩემს პოდკასტს ყოველთვის მინდა რომ წინ უძღოდეს კითხვა. თუ როგორი იყო ჩემი რესპონდენტი, ჩემი ტოლი? როგორი იყო მამაშალა კეკელია 15 წლის ასაკში? და ძალიან 15 წლის ასაკში, შენ ასაკში ალბათ ძალიან განსხვავებული ვიდრე დღეს ბევრად. ისე იმიტომ კი არ მარტო ცხოვრების წესი გავიარე, იმიტომ რომ თქვენ ასაკში ადამიანს სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირი აზროვნება აქვს. მაშინ გონია ყველაფერი შემძლე ხარ, ყველაფერი შეგიძლია ამ დროს, თურმე ყველაზე გონიერი ხარ, ყველაზე ჭკვიანი ხარ. არ იღებს შოულების დარიგებას, იმიტომ რომ შენ უკვე ყველაფერი შეგიძლია ამ დროს და შენ თუ შეგიძლია რაღაცები გადაწყვიტო და მეც ერთ-ერთი ესეთი ამასაკში მეც ესეთი ვიყავი, მეგონა რომ ყოველთვის ყველაფერი შემოძე, ყველაფერს გავაკეთებდი, ყველაფერს მოვერეოდი რაღაცა და არავის ჭკუის დარიგება ამჭირდებოდა. სამწუხაროდ ესეთი ვიყავი. ესეთი მაგ პერიოდში და თამე ძალიან ცუდი დრო დამემთხვა, თქვენ ასაკში რო ვიყავი, მაშინ 90-იანი წლები იყო. აფხაზეთში ახალი დამთავრებული იყო ომი, იყო არეულობა საქართველოში, ძმათამკვრელი ომი იყო საქართველოში, იყო ძალიან დაძაბული მდგომარეობა და სამეგრელოში მაშინ ძალიან მესამეგვს დავაბადე გავიზარდე და ზუსტად თქვენ ასაკში რო ვიყავი მაგ პერიოდში, ძალიან ძიმე პერიოდი გავიარეთ, იმიტომ რომ ქართველები ერთმანეთს ხოცავდნენ მაგ დროს და ერთმანეთს ებრძოდნენ და იყო ეს ზიადისტები, აქ შევარნაძის ხალხი, ერთმანეთთან იყო ხოცვა, ჟლეტვა და ამას ამ საშინელებას შევესწარი მაშინ ამ ბავშვობაში და ეს ასაკი ძალიან ისე მახსოვს, ძალიან მწარედ მახსოვს ასაკი და ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. რაღაცა, მაგრამ იყო ბევრი სიხარული ამ წლებში, დიდი გამოსწილება, ცხოვრების სხვა წესი რაღაცა და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინა მაგ პერიოდში და დავინახეთ ჩემი მეგობრების სიძლიერეც, ურთიერთობები და ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო და ყველა წელი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, არ არსებობს რომელიც ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი არა. ყველა დრო ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ასაკი და ყველა ეს არა. ეს ასაკი მაგ პერიოდში ეგ პერიოდი დამემთხვა, მაშინ ძალიან ძიმე პერიოდი. მამა, როგორ მოხდით ეკლესიის წიაღში? პირველ რიგში დავფიქრდი იმას დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად ადამიანი საიდან დაიბადა, რატო დაიბადა და მე მას ყოველთვის ვფიქრობდი ხოლმე, ისე ვინა ვარ, რა ვარ, კითხოს ყოველთვის ვსვამდი საკუთარ თავს. ძალიან ბევრი მიფიქრია ღმერთზე, ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე, რომ ვინ არის ჩემთვის ღმერთი, რა არის ღმერთი, საერთოდ რა არის, ყველაფერი ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ხოლმე, ბავშვობაში განსაკუთრებულად და მე როდესაც პირველი შეხება მქონდა, ესეთი გააზრებული შეხება ღმერთთან და როცა ოდნავ მაინც შევეხე რაღაცა, მაშინ ვხვდი რომ ღმერთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ხო და შორის მაგ ასაკში დავიწყე განსაკუთრებული ფიქრი მაგ 15 წლის ასაკში 15-16 წელს რო ვიყავი მაგ პერიოდში დავიწყე სიარული მარტვილის მონასტერში ფეხი დავდიოდი ბანძიდან მარტვილის მონასტერში მივდიოდი წიროს ვესწრებოდი ხოლმე დიდი მანძილია ფეხით გასაუბრებაში ტრანსპორტი არ იყო საერთოდ მაშინ ძალიან ძვირად მდგომარეობა იყო და ჩემს სოფელში არ იყო მაშინ ეკლესია შენდებოდა ეკლესია მაგრამ ჯერ აშენებული არ იყო ეკლესია და არც არაფერი არ იყო მაშინ და მარტო მარტვილის მონასტერი იყო ყველაზე ახლოს და ეს ახლო იყო მაშინ 15-16 კილომეტრი და 16 კილომეტრის მან გავლომიწედა ფეხით ჩავსულიყავი მონასტერში დავსწრებოდი ღვთისმსახურებას და მე დაბრუნებულიყავი მე უკანასკნელ სახში დაბრუნებულიყავი წვიმაში თოლში ყინვაში მიწედა ხოლმე სიარული ხოლმე და ამას მაშინ ისე ვაკეთებდი რომ არ მესმოდა არც ახსარება ვიცოდი მაშინ არც ზიარება არც ეკლესიური ცხოვრება მაგრამ რაღაცა სულს რაღაცა იქ მივყავდი ხოლმე ეგ ძალიან დიდ ბედნიერებას ხედავდი ეკლესიაში რაღაც შვებას ხედავდი რაღაცა აი ძალა იყო ის ყველაზე მეტად ის მახსენდება მარტვილის ბოლო აღმართს რო ავდივდი ხოლმე მონასტერს აღმართს რო ავდივდი ხოლმე იქ
ისეთი განცდა იყო ხოლმე მაღმართის ავლის დროს მაღმართს ავდიოდი, აი რაღაცა მეგონა რომ ყველა მაღმართის ავლის შემდეგ რაღაც ჩემი ახალი ცხოვრება იწყებოდა. ძალიან რთული იყო ეს აღმართი და ახლა ხვდები ეს აღმართი არის ჩვენი ცხოვრების გზა, ურთულესი გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ. მაგრამ ამ აღმართს რო აივილი, მე ხდება ზევით ულამაზეს ტაძარი. ესე ჩვენ ცხოვრება შეიძლება რაღაცა სირთულეები გქონდეს ცხოვრებაში, რაღაცები ძალიან რთულად გვეჩვენებოდეს გასვლა, მაგრამ იქ რო ახვალ და როცა ამ აღმართს აივილი, ცხოვრების აღმართს რო აივილი, მე დახტება ულამაზეს ტაძარი, როგორც მარტული ტაძარი, რომელიც მე შენ ცხოვრებას გაალამაზ და გაამშვიდებს. სადაც სიმშვიდე, სადაც მადლია, ისმის საფრთხო ხმა, საფრთხო გალობა და აი მაღმართის გავლა ალბათ ყველა ადამიანს უწევს ხოლმე ცხოვრებაში. ეს იყო ჩემი პირველი სიახლოვე ღმერთთან და მიახლოება ღმერთთან. ამ გზის გავლა. მამო, რას ნიშნავს იდგეთ ღმერთსა და ადამიანს შორის? ხო, ეს ძალიან შორ რამე არის. ახლა დღეს თელი დღე სამშაბათი და გადაცემაში მოვიდოდი. ახლა 9 საათიდან, დილის 9 საათიდან, ზუსტად ესაა წამოვიდი, სულ ახსარებებს ვიბარავდი დღეს თელი დღე. მარტო ახსარების ჩაბარების გარდა დღეს სხვა სახურება არ ჩამიტარები, ხოდ ახსარებს ვიბარავდი და რა არის ახსარება? ახსარება არის შენსა და ანუ ადამიანი მოდის შენთან, გაბარებს ახსარებას და ამ ახსარებას აბარებს ღმერთთან თან. ანუ შენ ახარ შუამავალი ამ ადამიანს და ღმერთს შორის. ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, უმთავრესი რამე არის, რომ ანუ შენით ადამიანი უკავშირდება ღმერთს. შენ ახარ ამ ადამიანის შორის შუამავალი, ძალიან უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანი წარმოიდგინე ყველაზე ის რამეს გესაუბრება, რასაც ზოგჯერ საკუთარ თავთან ამის აღიარებისაც კიცხვენია და ძალიან უჭირს ადამიანს აღიარო საკუთარ თავთან ის ცოდვა და ამ დროს ეს ადამიანი შენ გენდობა, აი რამხელა რამე არის, არ ვიცი მე ყველა ჩემ როლის უდესი მადლიერი ვარ და უდეს პატვისემ ყველა ჩემ აღსარებელს, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ჩვენ დობა გამოგვიცხადეს. წარმოიდგინე რამხელა რამეა, რომ აი მოდის ადამიანი და შენ გენდობა, წარმოიდგინე ის გიყვება ისე დეტალებს, ცხოვრების ისე დეტალებს, რომელსაც ვერავის ვერ მოუყვება ვერასოდეს. ანუ როგორ უნდა უყვარდე იმ ადამიანს, როგორ პატივს უნდა გცემს ეს ადამიანი, როგორი განწყობა უნდა ქონდეს იმ ადამიანს, რომ შენ მესა და ეს ამას დაგელაპარაკოს და ჩემთვის თითოეული მრევლის წევრი ადამიანები, ვინ ჩვენთან ახსარებაზე მოდიან, ჩემს ყველაზე ძვირფასი ადამიანები არ, უძვირფასი ადამიანები, იმიტომ რომ ისინი ყველაზე ძვირფას გვანდობენ, ჩვენ საკუთარ სულს გვანდობენ და გვენდობიან საკუთარ სულს. რა ძალიან მნიშვნელოვანი და ურთულესი რამე და აი შუამავლობა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, რომ შენ პასუხისმგებელი ხარ ამ ადამიანს და ღმერთს შორის და ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ჩვენც უდეს პასუხისმგებლობა ეს შუამავლობა. მამო, რადგან ახსარებაზე მივედით, ვინ იყო თქვენი პირველი ახსარებელი და ყოფილა თუ არა ეგეთი მომენტი, რომ აი ჩაგიბარებიათ ახსარება და ვერ დაიძინეთ ამაზე ფიქრით, რომ აი როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანი ეკლესიის წიაღს უფრო დაუახლოვოთ და აი თუ გქონიათ ეგეთი მომენტი. ძალიან ბევრი ჩემქონია ეს გავსი მომენტი, ძალიან ძნელია ხომ უწყობთ ახსარებას იბარებ და ოსე შემროზე ზრუნავ ფიქრო, მოდი შევხედოთ ესე მშობელს როგორ დამოკიდებულება აქვს საკუთარ შვილთან, აი წამოხა რო ხედავ რომ შენი შვილი მაგათაც იქცევა არასწორად ან არასო გზაზე დგას ან რაღაც ამ ძიმეშტომა დაუშვა, ხო? როგორ შეიძლება ეს არ გეტკინოს და მას არ განესწი ადამიანურად, აი ძალიან რთულია. თუ შენთვის უბრალოდ ეს ამხსარებელი, უბრალოდ რაღაც ესეთი ადამიანი, რომელსაც შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბუნებრივია მარტივად ჩაიბარებ ნებისმიერი ადამიანის ახსარებას, მაგრამ თუ შენს ადამიანი არის შენი შვილი, სულიერი შვილი, რომელიც შენ ღმერთთან უნდა წარადგინო, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ადამიანის სულზე ღმერთი პასუხს გვაგებინებს, როგორ ვექცევით მათ და როგორ ვიღებთ მათ, ანუ თუ ადამიანის გზნობს იმას, როცა მარტივად იბარებ ადამიანის ახსარებას და მისი ტკივილი არ გტკივა, ისიც ამას გზნობს და შენთან მერე ვეღარ იხსნება ის, მაგრამ როცა ადამიანი გზნობს იმ ახსარების დროს, რომ შენ ის ადამიანი გტკივა, თელი არსებით გტკივა და მარტო იმ მომენტში კი არ გტკივა ახსარებას გაბარებ, აი მერეც მოყვება მისი ტკივილი და ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, როცა ადამიანს ჩვენთვის აი ხა მიზრუნი ადამიანზე რაღაცა ცოდვა რაღაცა გამომიყვანია, გამოსულა ცოდვიდან და მერე ისე ადამიანის იმ ცოდვას უბრუნდება, იმ ძიმე ცოდვას უბრუნდება. უბრალოდ ისეთი ტკივილს განეცი მაგლოს მოწყარე, ვერც კი წარმოიდგე, შეიძლება ეს არ შეიმჩნეო მასთან, როგორ გეტკინა, რომ მას მის მერე უიმედობაში არ ჩააგდო, სასწორკვეთილებაში არ ჩავარდეს, რომ მაგრამ აი მე ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია სახში რომ მისვლარ ხოლმე. აი მანქანა მისვლა სახში ზოგჯერ სახით მანქანა ვერ გადმოსულა, რამდენი ხანი მანქანაში მიტირია ვიღაცის გამო, რომ ეს რატო და მოიც მithოვე რომ თუ გიხვეწევი დაეხმარე რომ გამოიყვანე ამ ცოდვიდან და ამ ცოდვას ხმეთო აი დააშორე რაღაც შენ შეეწია შენ დაეხმარე და ზოგჯერ ბევრისთვის ღამეც კი გამეთენებია ხოლმე ჩემი როლის წევრისთვის რომ მან არის ესე ღამე ამდღაროა ჩემთვის მარტო დამდგარო ლოცვების კუთხეში და მილოცია მეცვის რომ რაღაცა ღმერთო უშველე და ამ ცოდვიდან გამოიყვანო ის ამ ცოდვაში არ იყოს. ეს ბუნებრივი მომენტია, იმიტომ რომ ნებისმიერი მშობელი საკუთარი შვილს ესე იქცევა, როცა შენ შვილს ხედავ რომ პრობლემები აქვს, არ ამგონია მშობელი, რომელსაც შვილი თელი არსებით უყვარს, რომ საკუთარ შვილზე არ იზრუნოს და ყველაფერი არ გააკეთოს იმის, რომ შვილი გადაარჩინოს.
და ზუსტად სულიერი შულობა და მოწყობაც ეს მდგომარეობა ხო ნამდვილი როცა არის ეს ნამდვილი სულიერი შულობა და ნამდვილი მოწყობა ბუნებრივად ტკივილით ანახლავს ამ ყველაფერს ნებისმიერ ცოდვას ტკივილიც ახლავს იმიტომ რომ შენ განიცდი მის ტკივილს და ძალიან ტკივა მისი შეცოდება და მისი ტკივილი მამა როდესაც ყავთ მრევლის ახალი წევრი აი რამდენად მნიშვნელოვანია რომ მოძღვარმა გაითვალისწინოს რაღაცა სიფრთხილე გამოიჩინოს მასთან რომ უფრო და უფრო შეაყვაროს ეკლესიის წიაღი და ანუ ეკლესიაში სიარული შეადუვნები ხოლმე ჩემი რევლის წევრებს ხოლმე რომ აი თავიდან მეუბნები რომ მამბოი თავიდან რომ მოვიდეთ ჩვენთან რაღაცას უფრო მეტ ყურადღებას გვაქცევდო დღეს აიმდეს არ გველაპარაკები რატომ თქვენ უკვე ძველები ხართ უკვე თქვენ ისე ხართ უკვე შემოსული ვიცი რომ თქვენ აქედან არ წახვალ და ადამიანი როცა თავიდან მოდის ეკლესიაში ბუნებრივია რომ აი ყველაფერს აკეთებ იმის ეკლესიის ეს სიხარული დაანახო რა ძალავს ეკლესიას და ბუნებრივია თავიდან მოსულ ადამიანს ბევრად უფრო მეტ როს უთმობ იმიტომ რომ ის გინდა რომ მას ეს ყველაფერი დაანახო ეკლესიის სიკეთე სიწმინდე უფრო მეტ დროს უთმო მაგრამ მე შეიძლება იმდენი რომ აღარ დაუთმო მრევლის წევს იმიტომ კი ეს არ გიყვარს ან ის ნაკლებად გიყვარს პროტემ ახალმოსულს უფრო მეტი შემოჭიდება ჩვეულებრივად თუნდაც ახლა ადამიანი ახლა რომ მოვიდეს ახლა ჩვენთან რომ მოვიდე ნებისმიერ სფეროში რომ ვიყოთ ახლა თავიდან რომ ადამიანი სანამ რაღაცებში დაალაგდება თავიდან ასწავლის შენ თუ დაყვები რომ ახლა ეს უნდა გააკეთო ახლა აქ უნდა წამოხვიდე ახლა ეს და სანამ ყველაფერი შეისწავლო რომ შეისწავლოს ადამიანი მე უკვე იმდენი დახმარება საჭირო უკვე თუნდაც ახერხებს ამას და ეს ბუნებრივი პროცესია, იმიტომ ახალმოსულ მრევლს ბევრად უფრო მეტი ყურადღება ჭირდება, უფრო მეტი გადაყოლა ჭირდება, ხშირად ხოლმე როცა ადამიანი თავიდან მოდის, ბევრად უფრო მარტივად ვაზიარებ ადამიანს თავიდან მოსულს. მე შეიძლება ესე ხშირად ესე მარტივად ადამიანი აღარ ვაზიარო, იმიტომ რომ მას უნდა იცოდეს მე უკვე მზიარების ფასი. თავიდან შეიძლება მარტივად მიცე, მარტივად დაუთმო, იმიტომ რომ თავარი არის პატრიქს მაგას გვასწავლიდა ხოლმე ჩვენ ადამიანი რაც შეიძლება მარტივად შემოიყვანო ეკლესიის წიაღში, იმიტომ რომ მას უნდა გაუადვილო ეკლესიაში მოსვლა, კი დაუმძიმო ადამიანს ეკლესიაში მოსვლა, პირიქით უნდა გაუადვილო მას ეკლესია და მისთვის ეკლესია უნდა იყოს სიხარულის ადგილი, სადაც ის შვებას და სიხარულს და სიკეთეს იპოვის ამ ტაძარში. და აი რა არის ზიარების არსი? ეს უდიდესი რამეა ზიარება ყველაფერია ჩვენთვის და ქრისტიანებისთვის ზიარებაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე არაფერი ყველაფერი თუ რამე სრულდება ეკლესიაში ნებისმიერი მსახურება ყველაფერი ტარდება ზიარებისთვის ანუ აი ზიარებამდე მივიდა ზიარება არის მაცხოვრი სისხლი და ხორცი წარმოიდგენა ქრისტეს და ხორცი მან თვითონ დაგვიწესა ეს საიდუმლო დიდხუჩაბაც დაწესდა ეს საიდუმლო ზიარების საიდუმლო ქრისტემ თავის მოწაფეებით დაიბარა შეხვდა მოწაფეებს და დიცერობის მსახურების დროს აიღო პური და თქვა ესა ჩემი ხორცი, გატეხა პური და თქვა მიიღეთ ეს ჩემო სახსენო და აიღო ღვინო და თქვა ეს არის ჩემი სისხლი და მიიღეთ ამისგან ამას ეზიარეთ. არ შეიძლება ქრისტიანი არსებობდეს ზიარების გარეშე. თუ შენ ქრისტიანი ხარ, მე ვერ წარმომიდგენი ადამიანის საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდეს და ისწulides ქრისტიანს და ქრისტეს თავს არ ასრულებდეს. თუ ქრისტემ გითხარ რომ თუ გინდათ მე მომიხსენოთ და ჩემთან ურთიერთობა გქონდეს, მაშინ თქვენც იგივე აღასვათ, თქვენც უნდა ეზიაროთ. ქრისტიანის ზიარების გარეშე არ შეიძლება რომ დარჩეს. ეკლესიას აქვს აი ბრჭყალებში ვთქვა ეს ორი ყველაზე დიდი სასჯელი. ეს რა სასჯელი ედებოდა ადამიანს? პირველი სასჯელი იყო ერთ-ერთი უმძიმესი სასჯელი, როცა ადამიანს ეკრძალებოდა ზიარება. რაღაცა დროის მანძილში შეიძლება ვიღაცას ზიარება ეკრძალოს რაღაც უდან გამომდა 1 თვე, შეიძლება 2 თვე, 1 წელი რო ადამიანს ზიარება აუგზავნო, მაგათაც ხდელი 1 წელი ვერ დაჟის მრევლს უზიარებლობით თუ ეპისკოპოსთან არ შეათანხმებს ამას. იმდენად მძიმე არის 1 წელი ადამიანი დატოვა ზიარების გარეშე და მას აუგზავნო წმინდა ზიარების მიღება 1 წლის განმავლობაში. იმდენად ქრისტიანი არ შეიძლება რომ 1 წელი უზიარებელი იყოს. უმძიმე სოდა უნდა ქოს ადამიანს რომ მას ამ ასეთი დიდი დროით მას ზიარება აუგზავნო და რამდენი ქრისტიანი რომელიც უკვე საკუთარ თავს სადაც აუგზავნა ზიარება და 1 წელი კი არა შეიძლება 4-5 წელი ნაზიარები არ არის. წესით ქრისტიანი არ უნდა წირვაზე როცა ესწრება ყველა ქრისტიანი ყველა კვირას წირვაზე უნდა ეზიარებოდეს. იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ წირვაზე მოდიხარ, იმიტომ რომ შენ წმინდა ზიარების თანამონაწილე იყო, ანუ შენ ქრისტესთან ერთად უნდა ეზიარებოდეს. შენ ყოველ კვირას უნდა ამზადებდეს საკუთარ თავს ქრისტეს შესახვედრად. ზიარება რა არის? ზიარების დროს ადამიანს წმინდა ზიარებას იღებს, მის თელს ხელში ქრისტე განეფინება. წმინდა ზიარების მიღების დროს ქრისტე შემოდის შენში, თელს შენს ხელში განეფინება ქრისტე და ამაზე დიდი არ არსებობს. მეც ახლა რამდენი წელი 94 წლიდან დავდივარ ეკლესიაში და 96 წელს ვეზიარე პირველ წმინდა ზიარება 96 წელს მივიღე წმინდა გიორგის დღესასწაულზე და იმ დღიდან დამოყოლებული თითქმის არ მახსოვს, აი რამდენიმე კვირა შეიძლება გამისცე რომ როცა წმინდა ზიარება არ მივიღე, თითქმის ყველა კვირას ვეზიარები. და სუცლობ რომ რაღაცა ჩემი ცხოვრება ზიარობის სამშობლოში მქონდა. ვერ ვახერხებ ამას ძალიან ბევრი არასწორი საქციელი ჩამიდენია და არ ყოფილვარ ზიარების ღირსი, მაგრამ რაღაცა აი სუცლობ რაღაცა ზიარების გარეშე არ დავტოვ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენე ქრისტეს გარეშე ადამიანი როგორ შეება.
და ალბათ აი ეს ქრისტიანები უნდა გავიაზროთ, რომ რაღაცნაირად აი კი არ უნდა მოიპაროთ ზიარება, აი ძალიან ბევრი ადამიანი ზიარებას იპარავს, ოღონდ ზიარება მიიღოს და არა, შენი ცხოვრებაც უნდა იყოს შესაბამისობაში ზიარებასთან. იმიტომ სხვა შემთხვევაში თუ შენი ცხოვრება მიახლოებით შესაბამისობაში არა ზიარებასთან, ეს ზიარება მე შეიძლება დასაჯელიც კი გახდეს, არასწორად რომ მიიღოს ზიარება. ამიტომ ადამიანი უნდა ემზადებოდეს ამ ზიარებისთვის და ყველაფერია ზიარება ქრისტიანისთვის. მამო, განმარტეთ ზიარება და განმარტოთ მარხვა, იმიტომ რომ ახლა დიდი მარხვის პერიოდია და საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია ქრისტიანულ კალენდარში და რა არის მარხვა? მარხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაც ქრისტემ დაგვიცა, იცის რომ ნათლის წლების შემდეგ ქრისტემ მოინათლა, მას ნათლობა არ ჭირდებოდა, ნათლობას დაუდო საფუძველი ქრისტემ თავისი ნათლობით, როცა იორდანეში მოინათლა იონათლისმისაგან. ნათლის წლების შემდეგ მაცხოვარი გადის უდაბნოში და 40 დღე მარხულობს. 43-ით მაცხოვარმა მარხვას დაუდო საფუძველი და საძირკველი, იმიტომ რომ წმინდა მამები როგორც ამბობენ, აი ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობენ, რომ მარხვა არის სულის ჩვენება. ასე ამბობენ ხოლმე. მარხვა არის საწინდარი სამოთხეში შემყვანებელი. მარხვა არის უდაბნოს ყვავილი. მარხვა არის ადამიანის გადამრჩენელი. მარხვა არის სულის ცხონების საწინდარი. მარხვა არის სათნოება, რომელსაც ავყავართ ღვთის კიბეზე და სასუფეველის კარს გვიღებს. სწორად მარხვის შენახვა და უამრავი ეპიტეტებით აქებენ ხოლმე წმინდა მამები დიდ მარხვას და საერთოდ მარხვის მიმართ საოცარი განწყობა აქვთ წმინდა მამების და საოცრად აქებენ მარხვას და იმდენად მნიშვნელოვანია მარხვა და მარხვის არსი. მაცხოვარიც ამბობს სახარებაში, როცა მას ეშმაკეულ ადამიანს მიუყვანენ, ეუბნება რომ ეს რატო ვერ გამყონეთო მოციქულები ეუბნებიან და ეუბნება რომ ეს მოდგმა, ანუ ეშმაკის მოდგმა, ხოდ მარხვითა და ლოცვით გადავა, ანუ ლოცვაზე და მარხვას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, თვითონ ქრისტეც ანიჭებს ამას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მარხვის სწორად მარხვა არ არის ხოდ აი გასტრონომიული მდგომარეობა, საჭმის ჭამა არ ჭამა ეს არ არის, აი ზოგჯერ ეს მარხვა ადამიანებს დაყავთ ხოლმე საჭმის ჭამა არ ჭამის დონეზე, ბუნებრივად ჭამა არ ჭამაც არის, მაგრამ უმთავრესი არის მარხვის სულიერი მხარე, რომ ადამიანმა გაიაზროს და ქართულ ენაში მარხვა საკუთარ თავს განმარტავს კიდევაც. ნახე მარხვა არის დაიმარხო მცნებები, ანუ აი დაიმარხო შენში დაიმარხო ეს მცნებები, ღვთის მცნებები და მე ამ მცნებებს ნაყოფი გამოაღებინო. ანუ გამოიღოს ნაყოფი შენმა ცხოვრების წესმა, შენმა საქმეებმა, რომ ამას ნაყოფი და გამოაღებინო, თორე თუ მარხვა მარტო უბრალოდ გასტრონომიულ დონეზე გადავიყვანთ, ხო აი ხორცის არ ჭამით, ყველის არ ჭამაზე თუ დაიყვან მარტო ამ მარხვას, მარხვიდან სარგებელი არაფერი არ იქნება, მაგრამ არც ამ ჩვენ მარტო სულისგან არ შედგება, ჩვენ ხორცი და სულიც ვარ, ამიტომ ბუნებრივია არსებობს ხორციელი მარხვა და არსებობს სულიერი მარხვა. ხორციელი მარხვა ბევრად უფრო მარტივია. ხორციელი მარხვის შენახვა ბევრად უფრო მარტივია, იმიტომ რომ ხილულია ხორციელი მარხვა და ძალიან მარტივად შეგვიძლია ზოგადად კი უჭის ხორციელი მარხვის შენახვა, მაგრამ ბევრად უფრო მარტივია. სულიერი მარხვა კიდევ უფრო აღმატებულია და კიდევ უფრო დიდ სიმაღლეზე აყავს ადამიანს ეს სულიერი მარხვით თუ მარხულობს ადამიანი, სულიერი მარხვა რა არის? სულიერი მარხვა არის თვალის დაჭერა, ენის მეტყველების დაჭერა, სმენის, შენი ორგანოების მართვა, შენი ვნებების მართვა, შენი შეხედულებების მართვა, შენი მრისხანების მართვა, რომ ეს მრისხანებას დაიჭერა, არ მიცემა მას გასახანს და ამ ყველაფერში გეხმარება მარხვა. ანუ საკუთარი თავის აღვანაში, საკუთარი თავის უფალი რო გახდე და საკუთარი თავს დაეუფლო, ამის საშუალება არის ლოცვა და მარხვა. თუ გინდა რომ შენ საკუთარი თავის უფალი გახდე და ისწავლო საკუთარი თავის მართვა, მაშინ უნდა ისწავლო მარხვა, უნდა ისწავლო ლოცვა. თუ შენ არ ისწავლი მარხვას და არ ისწავლი ლოცვას, შენ ვერასოდეს ვერ დაეუფლები საკუთარ თავს და ვერასოდეს ვერ მართავს საკუთარ თავს. და მარხვა ყველა დიდი საშუალება რომ ადამიანმა პირველი საკუთარი თავის შეიმეცო, საკუთარი თავის შეიხედო. ამაში ძალიან გვეხმარება ადამიანის მარხვა, ძალიან გვეხმარება. მამო, ყველა მიცით თქვენ და პატრიარქის ურთიერთობის შესახებ. მოგყვებით რამე ისტორია, რაც ჯერ არ გაჟღერებულა ესე ფართო საზოგადოებაში. იმდენი ისტორია მოვყევი და იმდენი ისტორია მოსაყოლი კიდევ არ ვიცი ერთადერთი რამე აი რაც აი განსაკუთრებულად მახსენდება არ ვიცი ისტორია არ მომიყოლია სატელევიზიო საჯაროდ არ მომიყოლია არასოდეს როდესაც პატრიარქი ბოლოს უკვე სიონში იყო და ბოლო მსახურება სიონში დაესწრო მისი უწმინდესობა ცდილობდი ხოლმე რომ ატრები სტეკაროს არ ვიყავს სულ ეკავდი ხოლმე ზარებს ხოლმე პატრიარქთან 10 წელზე მეტი პატრიარქთან ზარების საკმაოდ მომიწია ხოლმე და ბოლოსაც სიონში რო ყუდელიც რო ვიყავი, სოცა პატრიარქი მოდიდა, სუმდოდა რომ მაინც ზარები და ამერიკა და სულ ავდივდი ხოლმე სამრეკლოზე და ყოველთვის რეკავდი ხოლმე პატრიარქს ზარებს, იმ სტიკაროსებას ვიხსენებდი ხოლმე და არ ვიცი რა იყო ეს ბოლო პატრიარქის სიონში, იმის შემდეგ პატრიარქი მე სიონში აღარ მოსულა აღარასოდეს. სხვადასხვა მე დედა ბარბარესაც მოვუყავი და მამისაც მოვუყევეს, რომ ბოლო სახურებას, როცა ზარების ეკვა დავიწყე, ყველა თოკი გამიწყდა.
ეს რამოდენიმე თოკი არის, ზარებს რო დედა ზარი არის და რამოდენიმე ზარია. თორე დავიწყე ზარების ეკვა ჯერ ერთი თოკი გაწყდა. რეკავდი მე ამ ზარებით მე მეორე თოკი გამიწყდა. მე მესამე თოკი, ანუ ნენლას თოკები წყდებოდა, ყველა თოკი გაწყდა. ბოლოს ის აი დიდი ზარის, დედა ზარის თოკიც კი გაწყდა, ენა მოძრა, დედა ზარსაც მოძრა, ეს ენა წარმოიდგინე. ბოლოს აი ყველაფერი გაწყდა, წარმოიდგინე და ბოლოს იმეჭირეს ეს ერთი პატარა ზარის ეს რკინა მეჭირა ხელში, ენა მეჭირა, მეორე შამ დიდი ზარის ეს ენა მეჭირა ხელში და ამით რეკავდი მე ამას უტყავდი, ესე მომიწემერი რეკვა დიდი დედა ზარზე, არც ერთი თოკი არ შემჩა ხელში. მე ვკითხე დედას რა მოხდა მეთქი და ახლა კი ხვდები რაც მოხდა, ანუ მისი ბოლო მსახურება იყო სიონში და იმ დღის შემდეგ პატრიარქი სიონში არა და ყველა თოკი გაწყდა, აი ყველა თოკი გამიწყდა ხელში, ეს ძალიან ჩამრჩა იმ დღეს, აი სულ და ის მე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სულ მახსენდებოდა, ეს აი რაღაცა სიონმა გააცილა პატრიარქი რაღაცა დაწყდა აი ბოლომდე აი როგორც თოკები გაზბოლო ესე ბოლომდე ემსახურა პატრიარქი ამ ქვეყანას, ბოლომდე დაიშრიტა, დაიხარჯა ამ ქვეყნისათვის ბოლო ამბოს უთქვამდე პატრიარქი ემსახურა ამ ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ ხალხს. ის ბოლომდე დაიხარჯა ამისთვის. რაღაცა ეს სიმბოლო იყო, იმიტომ რომ ამ ზარების ყველა ზარის თოკის გაწყვეტა ხელში. მე მაგ შედეგ არც და ამერიკია. სიონის ზარები და არ ვიცი დავრეკავ თუ არა და მე სიონის ზარებს აი არ ვიცი ალბათ ჩემთვისაც შეიძლება ავიდროდეს მე დავრეკო სიონის სამრეკლოს ზარები, იმიტომ რომ სიონის სამრეკლო ჩემს ყველაფერია და ეს სიონი თუ ეს ტაძარი და ტაძარი ჩემს ყველაფერია და დღეს უკვე პატრიარქი არის, მისი წმინდა ნაწილი უკვე, მისი წმინდა სხეული უკვე იქაა დაკრძალული და ისაც სიონის ყველაზე მეტად მიყვარდა ტაძრებს შორის, ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ სიონი არის დედა ტაძარი ყველა ტაძრისა და დღეს სიონი კიდევ ბევრად უფრო დიდი გახდა ჩემთვის, აი პატრიარქის წმინდა სხეულით კიდევ უფრო სიონი გახდა და უფრო სიონი გახდა კი ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩეხება ისტორიებს, აი არ ვიცი, ძალიან ბევრი რამე მაქვს წმინდასთან დაკავშირებით გასახსენებელი, იმიტომ რომ პატრიარქი იყო ძალიან დიდი ადამიანი, ძალიან წმინდა, ძალიან სუფთა და საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხთან ურთიერთობები, ძალიან ისე იცოდა, ძალიან უყვარდა ადამიანები, ძალიან უყვარდა ფრინველები, ცხოველები, ყველაფერი უყვარდა, რაც კი დედამიწაზე არის, რომ მან იცოდა, რომ ყველაფერი ღვთისმშობლება იყო და ღმერთის შექმნილი ყველა ადამიანი და სულ ერთ რამეზე გვიმახვილებდა ყოველ ყურადღებას, რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს. მთელი მის ყველა ქადაგება იყო აწყობილი სიყვარულს და პატივისცემას. სულ ამაზე იყო აწყობილი. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს ფიქრობ ხოლმე პატრიარქს და ფიქრობ აი რატო იყო პატრიარქი დიდი და რატო გახდა ესეთი პატრიარქი და სულ დასკვნად იმიტომ რომ პატრიარქს ძალიან უყვარდა ლოცვა. აი ძალიან უყვარდა ლოცვა, აი ძალიან ლოცველი იყო უწმინდესი. ჩვენი რაც გვაკლია ქრისტიანებს, ჩვენ ლოცვაში არ გვიყვართ, ჩვენ ლოცვაში შეყვარებულები არა ვართ. იმიტომ რომ ლოცვის მნიშვნელობა და ლოცვის ძალა ეს ბოლომდე არ გვესმის. აი პატრიარქს ძალიან უყვარდა ლოცვა და ლოცვამ პატრიარქი გახადა ძალიან დიდი ესეთი გამონათქვა მეწვნა ამში რომ როგორც ლოცულობთ, ისევ ცხოვრობთ. ანუ აი როგორი ლოცვაც აგავს, ესეთია ჩვენი ცხოვრება. თუ ჩვენ ლოცვა არ გვიყვართ, ჩვენი ცხოვრება ცოტა ესეთია. თუ ადამიანი ლოცვას შეყვარებულია, მის ცხოვრება სხვანაირად არის. აი ეს და პატრიარქს ლოცვა უყვარდა, იმიტომაც იყო მის ცხოვრება ესეთი. იმიტომაც გახდა პატრიარქი დიდი, იმიტომ რომ ის ლოცვაში შეყვარებული იყო. ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. ის სულ ღმერთს ესაუბრებოდა. აი პავლე მოციქულს მოუკლებლად ილოცვით. აი პატრიარქი სულ ამას აკეთებდა. აი მოუკლებელი ლოცვა ჰქონდა პატრიარქს ღმერთის წინაშე. მოუკლებლად ლოცვობდა, სულ ღმერთს ევეტრებოდა, სულ ღმერთთან ჰქონდა ეს ურთიერთობა, საოცარი დამოკიდებულება. ერთი ისტორია მახსენდება ამას. აი პატრიარქს აი ძალიან დიდი იყო. დიპლომის დაცვა ჰქონდა, სემინარში დავამთავრე, დიპლომს ვიცავდი, დავწერე დიპლომი ავტოკეფალის აღდგენა პრესმასალის მიხედვით და ერთ-ერთმა ადამიანმა მთხოვა რომ მე მინდა რომ რეცენზენტი ვიყო რა შენი დიპლომის და გთხოვა მომეციო რეცენზია რომ ბიჭერ არავის რეცენზენტი იყო და მაშინ პატრიარქთან ვიცავთ ხოლმე დიპლომს, ანუ ყველა დიპლომი, სემინარის და აკადემიის დიპლომები პატრიარქთან ხდებოდა დიპლომების დაცვა. პატრიარქი ყველა დიპლომის დაცვას ესწრებოდა თვითონ წარმოიდგინე, ანუ ჩვენი სტუდენტების დიპლომის დაცვას ესწრებოდა პატრიარქი და მთხოვა რომ პატრიარქს წარმოიჩინა ეს თავი ამ რეცენზენტს, მთხოვა რომ მე მინდა რომ ისე რა ქვია, შენ რეცენზენტი ვიყო და კარგი მეთქი მეც და ბატონი სერგო ვარდოსანიძე იყო ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი და დაიწყოს დიპლომების დაცვა, მოვიდა ჩემი ჯერის და ბატონი სერგო გამოვიდა ვარდოსანიძეს დადებითად დაახასიათა ჩემი დიპლომი, ისაუბრა ჩემი დიპლომის შესახებ, რომ ესე ამას დაწერა, ამაზე ნიშნობა რაღაც და უცებ გამოვიდა ჩემი რეცენზია და იწყოს ეს რაღაცას, რომ ბატონო შალვამო არ იცისო ობერპროკურორის და ოპერპროკურორის მნიშვნელობაო. ხო და რაღაც დაიწყო რა ეს ოპერპროკურორის მაგრამ თუ წერე ოპერპროკურორიო და ამ თემაზე აწყო თელი მისის აი ოპერპროკურორი ნიშნავს ამას, ოპერპროკურორი ნიშნავს ამას, ოპერპროკურორი არის ეს ტერმინი შემოვიდა ამადამ საუკუნეში, ამადამ წელს, ეს ტერმინი შემოვიდა ამადამ წელს და მოკლედ თელი ამ ყველაფერზე აწყო
რეცენზიაზე ამას საუბრობ. მე გული გამოსდებ თხოვადად ან ესეთი შეფასება რო გააკეთე და პატრიკი უსმენს ამას ბოლომდე დაამთავრებინა საუბარი და რომ მორჩა ამ ჩემი დიპლომის შეფასებას, ჩემი რეცენზენტი პატრიკი უყურებს და ეუბნება, ნახეო ესეო, ბუო იწერებო, აი ესეო. ბუო იწერებო, ესეო. ამდენ დაწერას ამ პუზე ერთი ხაზი გააკეთებინა გახდებოდა ბუო. აღარ მოგიწევდა ამ ოპერპროგრამი. გააკეთებინა ერთი ხაზი გააკეთებინა ამაზე და ამ ხელა რაღაცას არ ჯობდა ბავში დიპლომს იცავს რაღაცა და ხაზი გააკეთებინა პუზე. თავი გააკეთა გახდებოდა ბუო და ახარ დაგჭირდება თუ შეეშალო შენ რომ მარტივად შეგიძლია ეს გამოგესწორებინაო და აი როგორი რაღაცა ვიგე მამა რო ყავს რა რომელიც აი შენზე ზრუნავს და ფიქრობს და ამ პატარა ბიჭს რომელიც დიპლომს იცავს აი რომ მას აი არაძლო რომ რაღაცა გული გაიტეხოს რაღაცას აი ესეთი მამობრივი და ესეთი დამოკიდებულება ვიგრძენი მისგან და საოცარი სიყვარული აი როგორ უნდა დაუწყო ადამიანს ეს თუნდაც აი და უამრავი რამე უწმენს დაკავშირებით აი ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია მოვყვე ხოლმე მამა თქვენ ყავთ საოცარი მეუღლე ქალბატონი კეთი ძალიან მიყვარს და აი მოგიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია და როდის მიხვდით რომ ის იყო როდის იყო ის იყო პირველივე წამს ნახე მიწამს მივხვდი რომ ის იყო ვინ ჩემი იყო და ვის მე ვიყავი პირველივე წამს ვიგზენი მართლა დავადანახვისთანავე ეგრევე მივხვდი რომ ის ადამიანი იყო ვინ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იქნებოდა მან არ ვიცი როგორ იგზნოს მაგრამ მე ნამდვილად ვიგზენი ეს და იმ წამიდან ზუსტად ვიცოდი რომ ეს ადამიანი იყო ვინ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იქნებოდა ვიცი სიყვარულის გწამთ არა წამს სიყვარული სხვა რამე სიყვარულს დიდი შრომა ჭირდება და დიდი ესე არ არის სიყვარული დავინახე შემიყვარდა ეგეთ რამე არ არის შებრალოდ შეიძლება ეს იგრძნო მაგრამ შეიძლება შენ ცხოვრების ხანერე წავიდე შეიძლება არც აეწყოს ყველაფერი მაგრამ სიყვარულს ჭირდება ძალიან დიდი შრომა რამდენი ყოფილა ეს რომ შეგიჯენდა ყვარებიათ ერთმანეთს ერთმანეთს ანახვა აღარ უნდათ სიყვარულს უნდა იმუშაო ყოველ დღე შეიძლება სიყვარული განხარდეს აღარ იყოს ისეთი როგორიც იყო ადრე შეიძლება შენვე არიოს ყველაფერი შენვე დარიოს ყველაფერი აი სიყვარული როგორ არის სიყვარული არის აი ხშირად როცა ჯვარს წერ ხოლმე ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ სიყვარული გავს მეთქე ბუხარში დანთებულ ცეცხლს შეშით რო შევღო გაზზე კი არა შეშით რო არის დანთებული ცეცხლი და რო შეუკეთებ ამ შეშას ხო რაც უფრო მეტ შეუკეთებ უფრო მეტ სათბობს თუ ძალიან ბევრი შეუკეთე შეიძლება ცეცხლი ვაღართან ვერ დაჭრა საერთოდ და ვერ გაეკარო ახლოს იმდა თუ დიდი ცეცხლი დაანთ თუ რაღაცა ცეცხლს დაანთებ რაღაცა შენს გათბობს თავის თავსა და ოთახსაც ათბობს თუ ცეცხლს არ შეუკეთებ ისინი ჩაქრება და განადგურდება და არაფერი აღარ დარჩება და საკუთარ თავსაც ვერ გაათბობს თუ ამას მოაკლებ ამიტომ სიყვარულს ყოველ ჭირდება ყოველდღიური შრომა ესე არ არის რომ ახლა დავინახე შემიყვარდა და მე ამას შრომა არ ჭირდება და არა ამას ყოველდღიური შრომა ჭირდება სიყვარულს ყოველდღე უნდა იბრძოლო ყოველდღე უნდა იშრომო სიყვარულისთვის და პირველ რიგში უნდა იბრძოლო მისთვის უნდა იბრძოლო მის შეყვარებისთვის აი არის პერიოდები დგება ცხოვრებაში როდესაც რაღაცა ისეთ დონით არ გიყვარს როგორც გიყვარდა ან პირიქით შეიძლება მე უფრო მეტად გიყვარს ვიდრე მანამდე გიყვარდა ეს ახლა ჩვენ უწელეთ სულქმარი ვარ და ახლა უფრო და უფრო მეც ბევრ ამას ხვდები ძალიან ბევრ ამაში სტომა დამიშვია ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით არასწორი საქციელებით ბევრი ჩამიდენია ესე არ არის რომ ესე იდეალურად მიდის ვიღაცებს გონე რომ ეს სიყვარულს იდეალურად სწავა და რაღაცა ერთ ხაზზე იქნება და სულ ესე ბედნიერი იქნება ესე არ არის არ არის ცხოვრებაში ესეთი რაღაც ჩვენ ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეები გვაქვს ჩვენი არასწორი საქციელები გვაქვს სიყვარული არის აგებული პატიებაზე შენდობაზე ერთმანეთის პატივისცემაზე ზოგჯერ ყოველთვის ერთ სიმაღლეზე ვერ იქნები სულიერ მდგომარეობა შეიძლება რაღაცა შენ ცხოვრებაში რაღაცა აირიოს რაღაც არასწორად მოიქცე რაღაცა დააზიანოს ურთიერთობები შენი არასწორი საქციელები და მე ესეთი რამე ბევრჯერ გამიკეთებია რომ არასწორად მოქცეულად შემეუღლის წინაშე რაღაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსგავსი რამე და ზუსტად აი ისე სიყვარული როცა ამ დროს აპატიებ ადამიანს გაპატიებს რაღაც ამაზე ააწყობ და ესე არ უნდა წარმოვიდგინოთ სიყვარულს რომანტიკული რაღაცეები და დავინახე შემიყვარდა და რაღაცა ყოლა აი ესე არ შეიძლება იმიტომ რომ ეს არის ემოცია რომელიც შეიძლება ძალიან მალე გაქრეს და სიყვარული არის დიდი შრომის შედეგი აი ყოველდღიური და სიყვარული არის ის როცა შენ გინდა რომ ის იყოს შენით ბედნიერი ანუ შენ კი არ გაგაბედნიეროს შენ გაბედნიერო ის და როდესაც ადამიანი საკუთარი თავიდან გამოდიხარ და გინდა რომ შენ მოგერგოს ადამიანი და შენ გაგაბედნიერონ მაშინ სიყვარულეს არ არის პავლე მოციქულიამოს რომ როცა ჩამოთვლი სიყვარული თვისებას ვიდაბერა რომ სიყვარული თავის თავს არ ეძებს გიყვარს მისთვის და არა შენთვის განამდული სიყვარული და ალბათ ამ ეტაპს ჩვენ თელი ცხოვრება გავდიოდით ამას და მადლობა მით ამას გადავუხადო 4 შვილი ყავს ღვთისა გვაჩუკა ღმერთო 4 შვილი ერთი ზეცაში მყავს 3 აქა მყავს ბედნიერი ვარ ჩემი შვილები ჩემი ოჯახით მადლობა ღმერთს რომ ის ადამიანი ჩემს გვერდით ვინც მე ძალიან ბევრ ამაში ამიტანა გამიწლო ძალიან რთულია მოწყლის მეუღლეობა სასრულპირის მეუღლეობა ძალიან ძნელია რომ
ადამიანი მის დღის სახში არ აკყავს, შენთვის არ ცალია, ვერასოდეს შენთვის ვერ იცლის, ამ დროს ხისთვის იცლის, ძალიან რთულია და ძალიან მე მისი ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ამის შეძლო იმის რომ ჩვენი ოჯახი დღეს ოჯახი რო არ ყოფილიყო ის შეიძლება დღეს ჩვენი ოჯახის არ ყოფილიყო. და მასე იყო 90% მასზე გადავიდა, იმიტომ რომ ჩემი შვილების აღზრდაში მე თქოს მონაწილეობა თავიდან არ მიიღია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს ვატარებდი საპატრიარქოში, ეკლესიაში და მე არ მეცალა ამის, ვერ წვდებოდი ამას. მე და მე წლება მე უფრო კიდევ მიმოხვდა რაღაცები და მე ცოტათი ახლაც კიდევ ვერ ვანაწლებ ეს დროს, მაგრამ ახლა ცოტათი უფრო მეტად ვისწავლე რომ რაღაცა ზოგჯერ შენ შვილებსაც უნდა დაუთმოთ რომ რაღაცა ოჯახსაც უნდა დაუთმოთ რომ მეუღლესაც ახლა ვცდილობთ ხოლმე რაღაცა ზოგჯერ წელიწადში რაღაცა რამოდენიმე დღე მე და ჩემი მეუღლე ერთად სადმე გავიდეთ. მარტო ვიყოთ მე და ჩემი მეუღლე ერთად წავიდეთ. როგორ გამოგდის არ ვიცი, მაგრამ მაინც ცოტათი მაინც ვცდილობ ხოლმე მაგას. გადავედით თავისთავად შვილებს თქვენ ყავთ საოცარი შვილები. ნინო არის ჩემი არ ვიცი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეგობარი. ნებისმიერ წამში იძლება რომ დაურეკო და არ ვიცი თელს გულს და სულს მომცემს. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან და მათთან და როგორ ახერხებთ ესეთ მამაშვილურ კავშირს, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გზა გაქვთ არჩეული და დროც ცოტა. კი, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია რომ დრო და ნახმოდი და პირველად მინდა დროზე ვისაუბრო და დროზე გავამახვილო, და შენ ამას თუ არ დავაფიქრდით, დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ღვთისგან აქ გვეძლევა, დრო გვაქვს აქ მოცემული, დრო მე იქ აღარ არის. ზეცაში დრო აღარ არის, აქ დრო არის აქ მოცემული და ამ დროის გამოყენება და სწორად უნდა ისაოს, რომ დრო არის სიცოცხლე, დრო არის ყველაზე ძვირფასი. ახლა თუნდაც ახლა ჩვენ ახლა ნახე ეს დრო ახლა ერთმანეთს გამოვუყავით, ხო, უნიშნულოვანესი რამე, იმიტომ რომ ამ დროს ჟანრი ლოლაშვილი ეს საოცარი მისგან მოვისმენთ პროდუქტის სატეძრო დალია, დროის სატეძრო დალია და მან ისაუბრო რომ დღესო თქვენ რომ მოხვედით ჩვენთან აქ ჩემთან რომ მოხვედით სახში, დღესო თქვენი ცხოვრების რაღაცა ნაწილი გამომიყავითო მეო, თქვენი სიცოცხლის რაღაცა ნაწილი მე დამითვეთო, მეო ჩემი სიცოცხლის ნაწილი დაგითმეთო თქვენო, ყველაზე ძვირფასი დაგითმეთო, წარმოიდგინე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამ დროის სწორად გადანაწილება ადამიანმა ისწავლოს, ეს დრო სწორად ყველაზე ძვირფასი რამე არის და წარმოიდგინე ახლა ზოგჯერ ამ დროს წარმოიდგინე როცა საკუთარი შვილებისთვის ვერ იყენებ. ვერ ნახულობ ამ დროსაც, რომელიც ყოველთვის ხო აღარ დაბრუნდება, ეს ბავშვები გაიზრდებიან, მათ თავიანთი ცხოვრება ექნება, ხო გიორგისაც, ნინოსაც, ილიასაც, ხო თავის ოჯახებში შექმნიან რაღაც და უკვე ეს დრო შეიძლება უკვე ისაც ახლა დღეს გავს მოცემული, შეიძლება ხვალ უკვე ეს დრო აღარ იყოს. და ძალიან რთულია და ამაზე ყველაზე მეტად ეს გული მწყდება რომ ზოგჯერ ამ დროს ესე სწორად ჩემ შვილებთან ვერ ვიყენებ. სახშიც რომ მივიდივარ ზოგჯერ ესე დაღლი მივიდივარ, ლაპარაკის თავიც კი არ მაქვს და თითქმის ვერ ვახერხებ ხოლმე საუბარს მათთან. კი ვფიქრობ რომ გამონახავთ დროს დაუჯდები, ძირითადად ჩვენი საუბრის დრო არის, როცა სკოლაში მივიდივართ ხოლმე ერთად მანქანით, მე და ნიკო ან ილია როცა კალაბურთან მომყავს სახში, მაშინ ვლაპარაკობთ მე და ილია, ვცდილობ რომ მაშინ ზოგჯერ ტელეფონზე გიწევს ვლაპარაკი და მასინაც ვერ ახერხებ და გიოსთანაც რაღაცა ეს თან თან ვერ ვახერხებ ამ საუბარს და ეს ძალიან ძნელი არის. ძალიან რთული ამას ყველაზე მეტად მაგაზე მწყდება გული ხოლმე რომ ჩემ შვილებთან ამ ყველაზე ძვირფას ამ დროს მათთან ერთად არ ვიყენებ ხოლმე და ამას მათთან საუბრამდე მიფიქრია ჩემთვის, ნინიკო როთახში შევალად ხავთახში დაუჯდები და რაღაცა ამაზე ვისაუბრები და მე რაღაცა ისე და მე ვეღარ ახერხებ ამას. ამიტომ რაღაცა ეს დრო ყველა უნდა გამოვიყენოთ ჩვენ მშობლებმა, შვილებმა, ჩვენ სიმართლე და რაღაცა ეს დრო ხელიდან გასაშვები არა. მე მაგალითად ამაში ძალიან ცუდად ვიქცევი და მე კარგად არ ვიქცევი ჩემ შვილებთან დაკავშირებით და ამ დროს მე ჩემ შვილებს სწორად ვერ ვიყენებ. ვერ ვანაწილებს სწორად ამ დროს. მამა, სიყვარულის და სითბოს გამოხატვა სისუსტეა თუ ძლიერი მხარე? უდიდესი როგორ შეიძლება სითბო და სიყვარულის გამოხატვა სისუსტე იყოს. მაგრამ როცა ამას აკეთებ უანგაროდ, არაფერს არ ელოდები სიყვარულისგან და შენბად ამას აკეთებ და მორჩა და შენ სხვანაირად არ შეგიძლია რო აკეთო. როგორ შეიძლება შენ სიყვარული არ დაფასდეს, ვისაკაც პავლე მოციქულს გამოიყენებ, პავლე მოციქულს ჩამოსხდეს სიყვარულის თვისებებს და რამოდენიმე ბოლოს ამას ეს რამეს სიყვარული არასადა დავარდების, ანუ შენ რაც კიდე გაიყო, ისინი ამას დაინახავენ, არ დაინახავენ ამას, მიიღებენ, არ მიიღებენ, მიღება არის მათზე დამოკიდებული. გაცემა დამოკიდებულია შენზე. შენზეა დამოკიდებული, რაც გასცემ. მაგრამ ის ამას მიიღებს თუ არ მიიღებს, ეს მასეა დამოკიდებული. ის ან მიიღებს რომ მე მეკუთვნის და მივიღებ ამ სიყვარულს, რატომაც ლაბორატორიდან მომქცეოდა ესე. ვიღაცა წარმოიდგინე ხელა მატერიალებით განეწყობა შენ სიყვარულს, მე ვთქვი, მე ამის ღირსია რომ დამანახე რამ ხელა სიყვარული გამოიყო.
რამხელა რამე გამიკეთ ამე როგორ და რამხელა არ ვიცი ამ რა სიყვარული მაჩუქა მე როგორ მაჩუქა მე ამის ღირსი არ ვიყავ ვიღაცა შეხედავს ვიღაცა პირიქით ამპარტავანი ადამიანი აბა რა უნდა ეკნახლა აბა სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო ჩემთან აბა და გაეყო მას ჩემს მიმართ ანუ ყველაფერი დამოკიდებულია მასზე ეს ისვენ პატრიკი გეუბნებოდა ხოლმე ხშირად გეუბნებოდა მას ამას უგესაუბრებოდა ხოლმე რომ შენი საქციელი დამოკიდებულია შენზე მის საქციელი დამოკიდებულია მასზე ეს ბუნებრივი პროცესია და როცა შენ რაღაცას აკეთებ რაღაც ამას ზანგარება აქვს ბუნებრივად გული წდება ადამიანურად რომ ახლა ამდენს უკეთებ და ადამიანი ვერ ხედავს არ უნდა ამის დანახვა ბუნებრივად გულდაწყვეტა არსებობს მე ეგ და ესე და რაღაცა გული გტკივა მაგრამ არ შეიძლება რომ შემე ამის გამო სიკეთე არ აკეთო სიყვარული არ გასცე ანუ სიყვარულის გაცემა და სიკეთის კეთება არასოდეს წამგებიან პოზიციაში არ გაყენებ არასოდეს არ გაყენებ წამგებიან პოზიციაში აი ერთ-ერთი ადამიანი მეუბნებოდა რომ აი მამაო ისე რა ქვია აი რო გლანძღავენ რო გაგინებენ ხო ნერვიულობა ამაზეო და მე რატომ უნდა ვინერვიულო ის ლანძღავს და მე რატომ უნდა ვინერვიულო აი მე რო გავლანძღავ მაშინ უნდა ვინერვიულო მე თუ ადამიანს მე ვლანძღავ იმიტომ რომ მე ჩავდივარ ცოდვას და მაშინ მაქვს ან თუ ხა ის ლანძღავს მე რატომ უნდა იმან ნერვიულოს ახლა იმან გავლანძღა იმან გამთათხა ის მომექცა ცუდა და მე რა მოხს ანერვიულო მანდ ნახე როცა მე სიყვარული გავეცი და იმან არ დაინახა მე რატომ უნდა განვიცადო და მე რატომ ავინერვიულო მე რატომ უნდა ვინერვიულო მე რაც მინდა ხო ის გავაკეთე მე ხომ და ჩემი სიყვარული გამეცა მისთვის და მე ხო ის გავეცი მე ხომ მას მივეცი ეს ყველაფერი და იმან არ დაინახა ერთადერთი შეიძლება ვინერულო იმის გამო რომ ის ადამიანი შემეცოდოს იმისთვის რომ მას ამის დანახვა არ შეუძლია და მისთვის ესაზიანოა ეს ანუ ის ზიანდება ამით და შეიძლება ეს განვიცადო და ეს მეტკინოს რომ აი რატო ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში იმიტომ კი არა მე ჩემი გაღებული სიყვარული მენანება ან ჩემი გაღებული სიკეთე მენანება ეს იგივე ახლა მზემ რომ დაინანოს თავის მზისხივები ახლა ცუდი ადამიანისათვის და თქვას აი მე აღარ გავცი მზისხივებს იმიტომ რომ მე აგერ გავცი და ის ნახე მაინც ცუდად იღებს ამ ჩემს სისხივებს და იმას მზე დარჩება მაინც მზე არასოდეს თავის ბუნებას არ შეცვლის ანუ კეთილი ადამიანი თუ ხდები და სიკეთეს თუ მიდიხარ შენ სიკეთის კეთების გარე ცხოვრება მაინც არ შეგიძლია რაც გინდა ბოროტება გაკეთო შენ მაინც სიკეთით გადაუხდი უკან იმ ადამიანს და შენ ბოროტი ვერ გახდები ვერასოდეს მამო პატიება ხშირად გვიჭირს ადამიანებს და როცა ვპატიობთ ხშირად ხდება ისეთი რამ რომ ვერ ვივიწყებთ მომხდარს არის თუ არა ეს იმის მანიშნებელი რომ ბოლომდე არ გვიპატიებია ამ ადამიანისთვის ბოლომდე არ გვიპატიებია კი არ გვიყვარს ადამიანი ვინც გვიყვარს იმას ყველაფერს პატიობთ აი ნახე უნდა დავკვეთ რატო არ პატიობ და საკუთარ დავუსვი კითხვა რატო არ პატიობ ვინც გიყვარს იმის გამართებას ხო სულ ეწებ რომ ყველაფერში გაამართლო შეიძლება ადამიანს შეცდომა საფიქსირებ და ხვდებოდა რომ შეცდომა დაუშვას შენთან მაგრამ როცა გიყვარს მისი პატიება შეგიძლია მას ყველაფერს პატიობ აი მანახე დედა რომელიც საკუთარ შვილს ყველაფერს არ პატიობს ეს იმას არის რომ მის შეცდომას ვერ ხედავს შეცდომას მაგრამ როცა წრფელი და ნამდვილია სიყვარული მე მინახავს დედები რომელსაც შვილებმა სახლი გაუყიდეს ქუჩაში დატოვეს მაგრამ მაინც მათზე ზრუნავენ ისე მათზე ზრუნვალობა აქვთ იმიტომ რომ მათი სიყვარული მათ შვილებთან არის უანგარო გუწრფელი რეალურად უყურებს და ამიტომ ყველაფერს პატიობენ ამ დროს შეიძლება ვიღაცას პატარა რაღაცა არ აპატიოს მის ფერ ჩადენილ ცოტა იმიტომ რომ ის არ გიყვარს და როგორ აპატიებ ვინც არ გიყვარს იმას როგორ აი ვინც არ გიყვარს იმას როგორ უნდა აპატიო ვერ აპატიებ იმიტომ წერია სახარებაში რომ გიყვარდეთ მაწყევარნი თქვენი აკურთხო მაწყევართა თქვენ და გიყვარდეთ მტერნი თქვენი ეს არის უმაღლესი საფეხური აი ქრისტიანობის უმაღლესი საფეხურია ეს რომ შენი მაწყევარი შენი მაგინებელი შეიყვარო უზარმო ეს არის უდიდესი საფეხური ქრისტიანობაში რაც აი ნად მიიღწევა ამას დიდი შრომა მაწყევარი და მაგინებელი კი არა შენი ოჯახის წევრი შეიძლება არ გიყვარდეს შენი დედმამიშვილი არ გიყვარდეს შენი ბიძაშვილი შეიძლება არ გიყვარდეს უახლოესი ადამიანი შეიძლება შენი მეგობარი რაღაცა რომ შეეშალო შენ და შეიძლება შენი მეგობარი მოიზოლო შენ ცხოვრებაში და იმას არ ქონდეს ურთიერთობა იმიტომ რომ რაღაცა შეეშალა მას შენთან და იმას შეიძლება ვერ აპატიო არა თუ მაგინებელი და მაწყევარი და შენი მტერი და ახლა ადამიანები ესეთი დაცემული ბუნება გვაქვს ადამიანებს და ადამიანი თუ საკუთარ თავზე არის შრომა და საკუთარი თავი არ აამაღლა, ვერასდროს ამ სულიერ სიმაღლეს ვერ მიაღწევს ადამიანი, ვერასდროს. მამა, და ბოლოს. რას ურჩევდით ჩემს თანატოლებს? პირველ რიგში გირჩევდით იმას ყველას და საკუთარ თავსაც, რომ თქვენზე ბევრი რამე დამოკიდებულია ამ ქვეყანაში. როგორებიც იქნებით თქვენ ხშირად ვეუბნები ხოლმე თქვენ თაობას ვხდები ხოლმე და ახალგაზრდას ვხდები ხოლმე ვეუბნები ამას, აი როგორებიც ვიყავით ჩვენ და ჩვენი თაობა, ისეთი სახელმწიფო დაგრჩა თქვენ. და როგორებიც იქნებით თქვენ, ისეთი ქვეყანა გექნება თქვენ. თქვენ თუ იქნებით გაუნათლებლები, ერთმანეთის მოძულეები, ერთმანეთის სიყვარული არ გექნებათ, იქნებით არაწმინდები, გექნებათ არაწმინდა ქვეყანა და იქნებათ ესეთი. მაგრამ თქვენ თუ იქნებით განათლებულები, იცხოვრეთ განათლებულ ქვეყანაში.
თქვენ თუ ერთმანეთი გეყვარებათ, იქ ცხოვრობთ ერთმანეთის სიყვარულის ქვეყანაში. თქვენ თუ ერთმანეთის პატივისცემა გექნებათ, ამიტომ თვითონ თქვენ თაგანზეა დამოკიდებული, როგორი ქვეყანა გექნებათ. და თქვენ უნდა იყოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ეშმაკსეს არ უნდა თქვენ რო განათლებულები იყოთ, თქვენ წიგნთან იმუშაოთ, ისწავლოთ კარგად, პატივისცემა გქონდეთ, საკუთარ თავზე იმუშაოთ, იშრომოთ, ეს ეშმაკს არ უნდა. ამიტომ თქვენ ერთ რამეს გირჩევდით, რომ თქვენ თაობას, აი დაფიქრდეთ იმაზე, რამდენი რამის სიკეთის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ქვეყნისთვის. და თქვენი ქვეყნის სიკეთე საკუთარ თავს გაუკეთებთ ამ სიკეთეს. იმიტომ რომ ძალიან მაგარ ქვეყანაში ცხოვრობთ, იმიტომ რომ თქვენ რო ერთმანეთს სიყვარული გეცოდინებათ, ასე პატრიკს უგეუბნებოდა, თქვენ რო ერთმანეთს შეიყვარეთ. მე ეს ქვეყანა ძალიან დიდ სიმაღლეზეა, ძალიან ცუდი და ამიტომ თქვენზე ბევრი რამე დამოკიდებულია და ამიტომ გთხოვთ რომ ერთმანეთს ძალიან გიყვარდეთ. ამას გირჩევდით. და ერთმანეთის სიყვარული ისწავლოთ. მამა, უღრმესი მადლობა მოსვლისთვის. თქვენ აი მე ვინც მიცნობს ყველა გიცნობთ თქვენ, იმიტომ რომ აი ჩემთვის ხართ უძვირფასესი ადამიანი და ჩემი ცხოვრება თქვენს გარეშე წარმოუდგენელია და აი უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ნუ არა მარტო ჩემთვის, აი უამრავი ადამიანისთვის აკეთებთ და მადლობა რომ გახსენეთ ეს სივრცე ჩემთან ერთად და ამაშიც კი გვერდში მიდგახართ ყველანაირად და აი ყველაფერში წარმატებას გისურვებთ და მადლობა თქვენ რომ მიყურებდით, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. Очень. Она Мария.